აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა გუშინდელი კონსულტაციების შემდეგ ორბელიანების სასახლიდან გამოსული პოლიტიკური აქტორების განცხადებებსაც დარჩება თუ არა 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერები პრეზიდენტს ფიზიკურ მხარდაჭერას თავაზობენ და შენობაში დარჩენისთვის მზადყოფნას აცხადებენ. ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ანა დოლიძის ამ განცხადებას იზიარებს კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია. ინიციატივას უკვე გაემიჯდა გიორგი გახარია. ორბელიანების სასახლის ფიზიკურად დაცვის წინადადება არასერიოზულად მიიჩნევს მმართველი გუნდი, რომელიც მოსალოდნელ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. როგორია თავად მოქმედი პრეზიდენტის გეგმა? სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ახალ პარლამენტსა და მის მიერ არჩეულ ახალ პრეზიდენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს და არ საწასვლას აპირებს. თუმცა ჯერ არ დაკონკრეტებულა იგულისხმება თუ არა ამ განცხადებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არ გასვლაც. მოლოდინებით და პროგნოზებით სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს. უკვე 29 დღეა მოქალაქეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე პროტესტს განაგრძობს. თემატური მარშები, პერფორმანსები თუ უბრალოდ შეკრება. 20 დღეზე მეტია მშვიდობიან პროტესტს ხმაური არ ახლავს. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე აღარც წყლის ჭავლის მანქანები ჩანს და აღარც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. აღარც დაპირისპირება მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის. აბსოლუტურად არანაირი ეფექტის და შედეგის გამომღები არ ყოფილა და მით უმეტეს, როდესაც ჩვენ პრევენციული ღონისძიებები ჩავატარეთ აქციებიდან თუ არ ვცდები 5-6 დღე იყო გასული, როდესაც უკვე რადიკალური პარტიული ოფისებიდან ამოვიღეთ ის პიროტექნიკა, ის მოლოტოვის კოქტეილები და ის აალებადი სითხეები, რასაც ისინი იყენებდნენ პოლიციის წინააღმდეგ, აქცია ფაქტობრივად დადგა მშვიდობიანი აქციის რელსზე და ეს რა თქმა უნდა არ აწყობს რადიკალურ ოპოზიციას. პარტიების ოფისების შრეკა სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციების დაწყებიდან მე-5 დღეს ჩაატარეს და ბევრი რამ ამოიღეს. მათ შორის როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, იყო დიდი რაოდენობით ფოიერვერკები, რიგ შემთხვევებში მოლოტოვის კოქტეილები და სხვა ნივთები, რომელსაც აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი იყენებდა სამართალდამცველთა წინააღმდეგ. ფაქტია, რომ პროტესტის პირველი 4 დღე რადიკალურად განსხვავდებოდა შემდგომი 24-ისგან, თუმცა პროტესტის მშვიდი ფორმა, როგორც ჩანს, ყველა პოლიტიკოსს არ მოსწონს. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც კერძო კლინიკის პალატიდან რუსთაველზე ხმაური მოისაკლისა, ყოფილი პრეზიდენტი იყო, რომელმაც მეტი ჯოხი და მეტი შეტევა ისურვა. ამ ბანდას, ამ კრიმინალურ ბანდას, ეს მოიძა საქართველოში, ეს მის მხოლოდ ერთ-ერთი ენა და ეს არის ჯოხის ენა. ყოველ ჯერზე უფრო მეტი შეტევა. მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ოპოზიციურ ფლანგზე, როგორც ჩანს, ყველა არ იზიარებს, თუმცა იზიარებს და იწონებს ნაწილი. მაგალითად ეთანხმება ნიკა გვარამია. რასაც მიშა ამბობს გაღრმავება პროტესტის, სავსებით სწორია. მაგრამ ნიკა გვარამია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს არ ეთანხმება. პარტია ახალის ლიდერი მაგალითად დაეთანხმა ანა დოლიძესაც. მე პირადად ანას წინააღმდება იყო კიდევ ერთხელ ვიტყვი და მხარს ვუჭერ სრულიად იმას, რაც ანამ თქვა. თქმით კი ანა დოლიძემ გუშინ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პირველმა თქვა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი შეთავაზებას დათანხმდება, ისიც და ბევრი მხარდამჭერით მზად იქნებიან ფიზიკურად დაიცვან პრეზიდენტი და ორბელიანების სასახლე. არის ერთ-ერთი მექანიზმი, ეს არის ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ მის გვერდზე ფიზიკური თანადგომა აქ ყოფნა და სასახლიდან არ გასვლა. რაც უფრო, ასე ვთქვათ, მეტად ხისტი იქნება ჩვენი მხრიდან პოზიციები და გადაწყვეტილებები, მით უფრო ყველა ასეთ ტიპის გადაწყვეტილებისკენ ან შემოთავაზებისკენ მე ვიხრები და უჭერ მხარს. ვაშაძის მსგავსად იდეას ოპოზიციურ ფლანგზე მხარდამჭერიც მრავლად ჰყავს, თუმცა ჰყავს მოწინააღმდეგეებიც. მათ შორის ანა დოლიძის პოლიტიკური გუნდის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხაზგასმით ამბობს, რომ პროტესტი მშვიდობიანი უნდა იყოს. აი გიორგი გახარია კი, რომლის პარტიაც გუშინდელ კონსულტაციებს არ ესწრებოდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ ორბელიანების სასახლის დაკავება პროცესს უფრო დააზიანებს, ვიდრე წაადგება. პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მით უმეტეს შენობა. ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა. პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა დარჩენამდე და პრეზიდენტის ფიზიკურად დაცვის იდეა აუფასურებს პროტესტს. ყოველდღიურმა ბრძოლანა პროტესტმა, მშვიდობიანმა პროტესტმა. ეს არის ყველაზე ეფექტური იარაღი ოლიგარქიის წინააღმდეგ. შენობა, რომლის დაკავება არ დაკავებაზეც ოპოზიციურ ფლანგზე კამათობენ, სტრატეგიულ ობიექტთან უცხაშია და დაცვის თავისი წესი აქვს. ამიტომ მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ოპოზიცია, რომელიც ორბელიანების სასახლის დაკავების იდეით გამოდის, ისევ მდგომარეობის ესკალაციას ცდილობს, თუმცა წარმატების პერსპექტივის გარეშე. ქალბატონ ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, დარწმუნებული ვარ ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს, ის დარჩება იმ შენობაში და ის არ გამოვა იმ შენობიდან. თუ პირდაპირ გაგებით მართლა ვნახავთ, რომ ქალბატონი სალომე ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას გარდა დაცინვისა, ქართული საზოგადოებისგან, რა თქმა უნდა, არაფერი არ მოყვება, მაგრამ მე არ მგონია, რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ან ქალბატონი სალომე.
ან ისინი მათი მისი მრჩეველი არის, ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან. რადიკალური ოპოზიცია და კოლექტიური გვარამიები ამოფარებული არიან ზურაბიშვილს და ცდილობენ, რომ რა თქმა უნდა მას გადაადგმევინონ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი ნაბიჯები, რომ მერე ამაზე რაღაც თქვა საკუთარი ხეირი ნახონ. ესენი არიან ჩვეულებრივი გიენები, რომლებიც ცდილობენ მუდმივად სხვები გაიყვანონ წინა ფრანგზე და მერე მათ ნადავლს თვითონ დაეპატრონონ. მეორე არის რომ ამ ადამიანებმა რაც არ უნდა ეცადონ, არაფრის რესურსი სინამდვილეში არ გააჩნიათ. უბრალოდ ამ რადიკალიზაციის ხელოვნურად დაძაბვისა და უკანონო ქმედების შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ თავს გამოავლინენ. 29 დეკემბრამდე, ანუ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, ოპოზიციამ ძველ პრეზიდენტთან ერთად უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია პოლიტიკურ აქტორთა პოზიციები, რომელთა ნაწილისთვისაც, როგორც ჩანს, არც ორბელიანების სასახლის, ანუ პრეზიდენტის რეზიდენციის დაკავება ჰგავს ურიგო იდეას.